შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო სადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. მოციქული მეხუთე მოციქული ყენთან მივაო ანდაზა მეორე დღეს დეიდა ელენეს მოწვევით ექიმის სიკო მოსაშვილი მოვიდა. ისიც კარისმერეთელი იყო და ევგენის დედასა და ნათესავებს კარგად იცნობდა და დიდ პატივს სცემდა. მოსაშვილმა 1915 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი. 2 წელს ფრონტზე ქირურგად მუშაობდა. დაუღალავი შრომისა, მუყაითობისა და ბეჯითობის გამო მალე ყურადღება მიიპყრო. ომის შემდეგ კორნელის ძმამ, პროფესორმა ევგენი ჩხეიძემ ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრასთან ასისტენტად დატოვა. მოსაშვილი შავგრემანი, ზორბა, ჯმუხი კაცი იყო. კორნელის მკურნალობის ჟამს თაფლივით დატკბა და არ იცოდა მხეიძეებისათვის როგორ ესიამოვნებინა. სიკო მოსაშვილი ქაქანით შევიდა კორნელის ოთახში. რესტორანში ქეიფი და ჩხუბი დაიწყო, კაცო, ნამდვილი კარისმერეთელი ხარ, ვინ იყო ის ოხერი კლიმენტი ჩხიკვაძე, რევოლვერი რომ გესროლა, კაცო, როდესაც მოსაშვილს გულკეთილობის სინაზის გამოჩენა და ვისმეს მოფერება უნდოდა, იგი ყოველ სიტყვასა და წინადადებას 100 ამატებდა ხოლმე. მთელი ქალაქი დღეს წუხანდელ ჩხუბზე და შენს დაჭერაზე ლაპარაკობს. როგორ მოასწრეს ამ ამბის დასტამბვა? უკვირდა ექიმს. გაზეთი არ წაგიკითხავთ? გაზეთში წერია, გაოცდა ელენე. მსახიობთა კლუბის რესტორანში მოქალაქე ჩხიკვაძემ მაუზერით დასჭრა სტუდენტი კორნელი მხეიძეო. კარგია მწერალი გიორგი მახვილაძე რომ არ დასწერეს, კორნელის თავზარი დაეცა. ექიმი ანუგეშებდა. ნუ გეშინია, იმ ყაჩაღ ჩხიკვაძეს კი მოუგრეხთ კინჭხსა და კისერს. იგი საგანგებო რაზმის თანამშრომელია, შენიშნა დეიდა ელენემ. მით უფრო აგებს პასუხს, უდანაშაულო კაცს რომ ესროლა და დასჭრა. გარდი ნუ გაქვთ, ვერსად წაგვივა, 4-ში ამოვიღებთ. ვაშკაცობას იჩემებდა ახლა ექიმი, ეს ფრთხილი და წესიერი კაცი. საწოლი საწერ მაგიდის პირისპირ დაედგათ, ისე რომ კორნელის მარცხენა დაჭრილი ფეხი კედლისაკენ კი არედო ახლა, არამედ პირიქით. ავადმყოფის მკურნალობა ექიმისათვის მოსახერხებელი იყო. ექიმი კორნელის დააცქერდა. უამრავი სისხლის დაკარგვისა, ქეიფისა, შფოთისა და უძილო ღამის გამო კორნელი ძალზე ფერმკრთალი იყო. თვალები ბუდეში ღრმად ჩასვივნოდა და ჩაღამებოდა. ექიმს არ მოეწონა ავადმყოფის გარეგნული შეხედულება, მაგრამ მაინც ნაძალადევად გაუღიმა, მაჯა გაუსინჯა, სიცხე გაუზომა და მერმე რამდენადაც შეეძლო, ხმა დაიწურილა და უთხრა. აბა ერთი შენი ფეხი მაჩვენე ვაშკაცო, სად მოგარტყა იმ არამზადა მტყვია, სიტყვებს ჩქარჩქარა ამბობდა იგი. გზადაგზა მაღლა უწევდა ხმას, განსაკუთრებით წინადადების ბოლოს აზე.
ექიმმა სისხლით გაჟღენთილი ნახევრის მოხსნა დაიწყო და თან ამბობდა, ვინ იყო ის უმეცარი, ასეთი ნახვევი რომ გაგიკეთა, კაცო, ზონდირება არ იყო საჭირო. ზონდირების დროს მიკრობების შეტანა შეიძლება ჭრილობაში. ექიმმა ჭრილობა წამლებით მობანა და ზედ მიწეპებული მარლა აიღო და მოაგლიჯა. კორნელიმ სახე შეიჭმუხნა და ამოიგმინა. ჭრილობიდან შავი და შედედებული სისხლი გადმოიღვარა. გეტკინა კაცო, არაფერია, უნდა მოითმინო. აი გათავდა შენი წამება. ანუგეშებდა ექიმი. დეიდა ელენე კი წინასწარ გადიოდა დერეფანში, სულს იბრუნებდა, ჰაერი არ ყოფნიდა და გული მისდიოდა. ქირურგმა ჭრილობა დაათვალიერა, მერმე სერიოზული სახე მიიღო და ისე დაიწყო თითქოს დამსწრეთ ლექციას უკითხავსო. კორნელის მიღებული აქვს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა. აი აქ, ტერფის ზემო არეში, ქუსლის გავლით. ქირურგმა ჭრილობის მკურნალობა წარმართა იმჟამად არსებული საშუალებით, რაც იოდის ხსნარით და სხვა წამლებით ყოველდღიურად ნახევრის გაკეთებაში გამოიხატებოდა. ასეთი მანიპულაციები ავადმყოფის წამებას იწვევდა, რადგან იოდის ხსნარში გაჟღენთილი ბამბა მაგრად მოჭერილი ნახევრის გამო ჭრილობაში იწურებოდა და კორნელისათვის აუტანელი ტანჯვაც სწორედ მაშინ იწყებოდა. თითქო ხორცს ცეცხლით სწვავდნენ და ტერფში გახურებულ შანს უყრიდნენ. კორნელი გმირულად იტანდა ტყივილს, მხოლოდ საწოლის რიკულებს ავლებდა ხელს, მიმოწევდა და რკინას ღუნავდა და გრეხდა, მერმე ბაგეს მოკუმავდა და დადუმებულ სახეზე ცრემლი თავისთავად ეღვრებოდა. მეორე დღეს დეიდა ელენე შევიდა კორნელის ოთახში და უთხრა, დომენტი მელაძე მოვიდა, სასტუმრო ოთახში იცდის, შენი ნახვა უნდა. კორნელი იცნობდა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ყოფილ სტუდენტს დომენტი მელაძეს, რომელმაც ამას წინათ მაროს ძმა მიხა ფრუიძე დააპატიმრა. ცნობის მოყვარეობამ წაიღო და დათანხმდა, მელაძე შემოსულიყო. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული განსაკუთრებული რაზმის თანამშრომელი დომენტი მელაძე ღიმილით შევიდა ოთახში. კორნელის მიესალმა, ხელი ჩამოართვა, ქუდი მოიხადა და ქოჩორა თმაზე ხელი გადაისვა. იგი სამოქალაქო ტანისამოსში იყო გამოწყობილი და ხელში პორტფელი ეჭირა. კორნელიმ სკამი შესთავაზა. დიდად წუხვარ, რომ ეს ამბავი მოხდა. როგორ გაქვს ფეხი? ჰკითხა დომენტიმ. არა უშავს, მიუგო კორნელიმ. კორნელი, მე კლემენტი ჩხიკვაძემ გამომგზავნა შენთან. თვითონ უნდა მოსვლა და ბოდიშის მოხდა, მაგრამ შერცხვა რა საჭიროა? ალბათ მალე საქმის ძიება დაიწყება. ჩხიკვაძე გთხოვს დაადასტურო, რომ შენ შემთხვევით მოხვდა ტყვია. კლიმენტი ისე შეწუხდა, როდესაც გაიგო ვინ იყავი, რომ თავი კინაღამ არ მოიკლა. რა კაცი დავჭერიო, იძახდა. დომენტიმ პორტფელი გაშალა. აი ამ ახალ რევოლვერს, ჯიბის მაუზერს და ტყვიებს გიგზავნის საჩუქრად. მედიკამენტები, ნახვევი, წამლები გამომატანა, ქირურგის გასამრჯელოსაც ისკისრულობს. იგი შენი მკურნალობისთვის გაწეულ ხარჯს გადაიხდის, კუბოს ფიცრამდე შენი მსახური და ერთგული დარჩება, ოღონდ გამომძიებელს ნუ ეტყვი, რომ მან დაგჭრა, ნუ დაღუპავ ამ კაცს. თვრალი იყო და აპატიე.
ვინ არ ყოფილა მთვრალი და ვის არ შემთხვევია უბედურება, საკვირველია და სასაცილოა, რომ ქალის გამო მოსვლია მას შენთან ჩხუბი. მას თუ ქალი აკლია, მადლობა ღმერთს. დომენტიმ ეშმაკურად გაიცინა და განაგრძო. დუნებას მისცემ, ის თვითონ გეახლება, ბოდიშს მოიხდის და უფრო დაწვრილებით მოგელაპარაკება. რომ იცოდე, როგორი კარგი ვაჟკაცია, მოკეიფე, პურმარილიანი და მხარჯველი. მხარჯველი მხარჯველს გააჩნია, მას ფული და ქონება ფეხებზე კიდია. ისეთი პურმარილიანია და მხარჯველი ბიჭია, ჭიათურის მაღაროები რომ ჩააბარო, თვენახევარში გამოუყვანს წირვას. კორნელის უმალვე მოაგონდა გალოთებული სტუდენტი ვანიკო ღოღობერიძე, სპეკულანტი ანტუშა ნიორაძე, რომელიც ვანიკოს დახასიათებას იმავე ჭიათურის სიმდიდრის გაფლანგვით განსაზღვრავდა და დომენტის უთხრა: ღმერთმა დაიფაროს დომენტი საქართველო, მასეთი თავქარიანი, გახრწნილი, წყალწაღებული და მხარჯველი ბიჭებისაგან. გადაეცი კლიმენტი ჩხიკვაძეს, რომ ჩემი ბინის კარების შემოღებას ნუ შეეცდება. აიღე და უკან მიუტანე ეს რევოლვერი და მედიკამენტები. თავს ნუ იწუხებს. რევოლვერიც მაქვს, მედიკამენტებიც და მეგობარი ქირურგიც დაიარება ჩემ სამკურნალოდ. დომენტი არ იძროდა და რაღაცაზე ფიქრობდა. კორნელიმ კაცრად უთხრა: ვერ გაიგონე რა გითხარი? ჩაალაგე პორტფელში რევოლვერი, ტყვიები და მედიკამენტები. დომენტი შეკრთა, შუბლი შეიჭმუხნა. რაღაც ბოროტად იელვა მისმა თვალებმა, მაგრამ თავი დაიჭირა. კორნელის ცალკბად გაუღიმა. რევოლვერი, ტყვიები და მედიკამენტები პორტფელში ჩაალაგა და შეეხვეწა. ნუ დაღუპავ იმ კაცს. მე როგორ უნდა დავღუპო? რა დაგიშავდება გამომძიებელს, რომ უთხრა თითქო შენ თვითონ გაგივარდა რევოლვერი და მოიხვედრე ტყვია ფეხში. უტიფრა ჩესთავაზა დომენტიმ. ისევ ეშმაკურად გაიღიმა და დასძინა. პატივისცემას არ მოგაკლებს, იცოდე, მზე თუ ნახავ ქალებს გაგაცნობს. ქალები რა არის, ბიჭო, ყელამდე ფულში ჩაქსვამს. კორნელი აენთო. ტყვილი ვილაპარაკო? საკუთარი თავი გავიმათრახო და ამაში ჩხიკვაძისაგან გრთა მიავიღო? მისი დაწესებულების რომელიმე თანამშრომელი ხომ არ ვგონი ვარ, სულით ხორცამდე გახრწნილი, გათახსირებული და სისხლის მსმელი ჯალათი, რომელსაც არაფერი წმინდა, გარდა ჯაშუშობისა და კაცის წამების, კაცის კვლისა და ბოროტებისა არ გააჩნია ამ წუთისოფლად. მიკვირს როგორ მიბედავს იგი მასეთ უმსგავსო წინადადების მოცემას. ან შენ რა დიკისრე, ჩხიკვაძის მოციქულობა? ო რა ზიზღით ლაპარაკობს ჩხიკვაძესა და მისი მეგობრების შესახებ. გაიფიქრა დომენტიმ. ისევ შეიჭმუხნა შუბლი და კორნელი შეედავა. არიფიქრო ვანო მახათაძე, ნიკო გოცირიძე, მიხა ფრუიძე, გიგა ხუციშვილი, მიტო ჩიკვაიძე და სხვა შენი მეგობრები სჯობდნენ ჩხიკვაძეს და მის მეგობრებს. რა უყოთ მერმე? ჩხიკვაძე საგანგებო რაზმის თანამშრომელი რომ არის. კორნელის გაუკვირდა დომენტიმ, რომ შეუცდომლად ჩამოთვალა მისი ყველა ბოლშევიკი ამხანაგი და მიუგო.
იზღა მაკლია ის ნიჭიერი და წესიერი ადამიანები ვიღაც დაკარგულ თავქარიან კლიმენტი ჩხიკვაძეს და მის მეგობრებს შევადარო. მალე დარწმუნდები ვინ არიან შენი მეგობრები. სწორედ ის წესიერი ადამიანები უწესოებისა და ანარქიისაკენ მიაქანებენ ჩვენს ქვეყანას. მაგრამ ჩვენ გავწმენდთ რესპუბლიკას იმ ვაჟბატონებისაგან. შენიშნა დომენტიმ და ბრაზისაგან ქვედა ბაგის მალიმალ კუნეტა დაიწყო. ვინ ჩვენ? შენც ჩხიკვაძეს და მის ჯარს მისდევ? კითხა კორნელიმ, თითქო არ იცოდა დომენტი რომ საგანგებო რაზმის თანამშრომელი იყო. დომენტიმ თავი ჩაჰკიდა და მიუგო. დასაძრახი მაგაში არაფერია. ერთი განახვა ნეტავი რა ადამიანები ასაღებენ თავიანთ თავს ხალხისათვის მებრძოლებად. ყველა ისინი ბანდიტები და ავაზაკები არიან. მაინც და მაინც არ ველოლიავებით ჩვენ მათ. ღამით მატარებელს მინდორში ან ჩიხში აყენებთ. ვაგონებიდან გადმოსვამთ პატიმრებს. წინადადებას აძლევთ გაიქეცითო და ზურგში ესვრით ტყვიას. დომენტის თვალები უცნაურად გაუფართოვდნენ. თითქო რაღაც საშინელი რამ მოაგონდა. დაინახაო, გაფითრდა და კანკალი დააწყებინა, მაგრამ მაინც ნაძალადევად გაიღიმა. მისი ღიმილი სადისტისა და მანიაკის ღიმილს ჰგავდა. კორნელი შეზარდა. გათავებული კაცი ყოფილაო, გაიფიქრა და უთხრა: არ აქვს ხვენია დომენტი. სტუდენტი კაცი კედია საგანგებო რაზმში. შავ პოლიციაში შესულ ხარ და რევოლუციონერების დახვრეტას იკვეხნი? დომენტი ერთბაშად მიხვდა შორს რომ შესტოპა. კედიას რაზმის საიდუმლო და ბნელი საქმე რომ გაამჟღავნა და ნათქვამის დასაბუთება და მისი გამოსწორება სცადა. რევოლუციონერებს კი არა, კონტრრევოლუციონერებს და ბანდიტებს ვებრძვი. შენ რა იცი რა ხალხია ბოლშევიკები? დაუწყო დომენტი. მთელი მათი მუშაობა იქითკენ არის მიმართული რომ კანონიერი ჩვენი ხელისუფლება დაამხონ. მაგალითისათვის რუსეთზე მიგვითითებენ, სადაც ამჟამად ანარქიაა. მაგრამ იცოდე, ბოლშევიკების ყველა გეგმა ჩაიფუშება. ამერიკის პრეზიდენტი ვილსონი და ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრი კერზონი პატარა ერებს, მათ შორის ჩვენს დამოუკიდებლობას იცავენ. ჩვენს დამოუკიდებლობას კი არა, თქვენს. აბა, ფრთხილად ილაპარაკე. ერთი რამ მიკვირს. შენიშნა დომენტიმ კორნელის და ერთბაშად დადუმდა. მაინც რა? როგორ მოახერხეს ბოლშევიკებმა ცნობილი ექიმის გიორგი მხეიძის შვილის გადაბირება? რა ხდება საქართველოში ვერ გამიგია. ისინი, ვინც თქვენ არ გეთანხმებათ, ყველა ბოლშევიკები გგონიათ. შენიშნა კორნელი. ვანო მახათაძე და ნიკო გოცირიძე რომ გამოუსწორებელი ბოლშევიკები არიან, ამას არ სჭირია მტკიცება. ან კიდევ გიგახუციშვილი, მიტო ჩიკვაიძე. მაგრამ დარდი ნუ გაქვს. ჩვენ კვალ და კვალ მივსდებთ მათ საქმიანობას, უთხრა დომენტიმ. კორნელიმ გააფრთხილა. თავი გაანებე ბიჭო მათ და ბოლშევიკებს. საქართველოში ცხოვრება არ გინდა მერე. ადრე თუ გვიან მათი დრო დადგება. ბევრ სინანებ მერმე, მაგრამ გვიანღა იქნება. დომენტი გაფითრდა.
გაუკვირდა კორნელი ბოლშევიკების სახელით რომ ემუქრებოდა მას. რა უნდა ვინანო? რაც შეეხება შენს მეგობრებს, მათი დევნა მათივე საქციელით განისაზღვრება. ამ თემაზე საუბარი ზედმეტად მიმაჩნია. ჩემი მოსვლის მიზანი ეგ როდი იყო? დომენტიმ კორნელის ცივად შეხედა და უთხრა: ცხადია რომ შენ შემთხვევით მოგახვედრა ტყვია ჩხიკვაძემ და არა წინასწარი განზრახვით. უკანასკნელად გთხოვ, ეს მაინც უთხრა გამომძიებელს. მე არც არაფერს მივუმატებ და არც არაფერს გამოვაკლებ მომხდარ ფაქტს. მე შენი კეთილის მსურველი ვარ და იმიტომ არ გირჩევ ჩხიკვაძის წახდენას. თუმცა მისი წახდენა არც ისე ადვილი საქმეა. ხომ იცი კლიმენტი ჩხიკვაძე ნოე რამიშვილის ნათესავია. ჩხიკვაძე კაცია ქვეყანაზე და მისი მტრად მოკიდება არ გამოგადგება. კორნელი აენთო და დომენტის აგდებულად უთხრა: ვინო ხერი გდია ეს კლიმენტი ჩხიკვაძე? ან ნოეს სახელით რად მაშინებ? უმჯობესია გადასცე შენს მეგობარს რომ მერიდოს და არსად შემხვდეს, თორემ შავ დღეს დავაყენებ. ღმერთს უმადლოს რევოლვერი რომ თან არა მქონდა. დომენტი წამოდგა. მაშა სადამე მტრებად შორდებით ერთმანეთს. რა გაეწყობა? მე მეგონა საქმეს მეგობრულად დავამთავრებდით, უთხრა დომენტიმ. ქუდსა და პორტფელს ხელი წაავლო და ოთახიდან საჩქაროდ გავიდა.